გამარჯობათ, ეთერშია პროგრამა ინფორმატორის 10 საათიანი გამოშვება ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესის საინტერესო სიახლეებით. Ვფიქრობ, რომ აღარ გჭირდებათ იმის შეხსენება, რომ 1, 2 და 3 მარტს კლუბი ნოა სტუდია მაესტრო და პირველი სტერეო ბრაზილიური კარნავალის პარალელურად გთავაზობთ არაჩვეულებრივ დღეებს ნოას სამბადრომი. შეხსენება აღარ გჭირდებათ, რომ გელით ცოცხალი მხიარული მუსიკა, ბრაზილიური ცეკვები და რა თქმა უნდა დიდი მხიარულება. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პერიოდი. დიდი საინტერესო პროცესი არ არის საკუთარ. რეზინებს ყველას დაურიგდეთ აიქთებს. იქნება კიდე ესეთი აქსესუარები. გირლანდები. ძალიან შრომატევადია და მთელი ეკიპი გადამუშავებს ამის გასაკეთებლად. ნიღბებსაც იგივეა. მათის გარდა კიდე მოცეკვავეებს ექნებათ აი ესეთი ქუდები. ფერადი ბუმბულები. წინავს. თან ამაგრებს. აი ესეთი. ძალიან დიდი ზამასარი. ალბათ მებილეთეს. აი ესეთი. უტანები იქნება ნახევრად გახდები. ბრაზილიურად. მუსიკალური რიტმის შექმნება ალბათ უფრო ნაცნობებს დაურიგებთ სასტვენებს ბრაზილიური რიტმებს აყვნეთ დარბაზიდან უკანებით კოსტიუმებს ვაფორმებთ მცივებით ესეთ ბრაზილიურ სტილში როგორც ამათ აქვთ დაახლოებით დარბაზი იქნება მთლიანად ესე გაბმული ეს თოკებით ბევრი ლენტები რაღაც საკარნავალო განწყობა შეიქმნას და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვექნება გრიმი, სადღესასწაულო, ორნარი, ერთი ჩვეულებრივი ჭკვიალობად განეკუთვნება მასალები. ტანის ჟელეები, მწყობრით წინავს. ვისაც სურვილი ექნება, არავის არ ვაძალებთ. მენიუ იქნება გრიმის. სადაც იქნება რაღაც ჩამოთვლილი რამდენიმე ტიპის, ესე იგი ორნამენტი და რაღაც წარწერა. და იმის მიხედვით ამოვარჩევენ ვის რა უნდა ჩვენთან იმუშავებენ ჩვენი მხატვრები ნესტანი და მარიკა რომლებიც ძალიან მინდა რომ სტუმრებმა ჩაიცვან ესეთი ჭრელი ან თეთრი ფერის ტანსაცმელი იმიტომ რომ ბრაზილიაში ყველას ამ დროს თეთრი აცვია ან ჭრელი აგნესა სულ რამდენიმე დღეა რაც ერთთვიანი გასტროლების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ის ქალაქ სამარაში იმყოფებოდა, სადაც 2 კონცერტი გამართა. მისი უახლოესი გეგმების შესახებ თავად აგნესასგან შეიტყოთ. ვიმყოფებოდი ქალაქ სამარაში გასტროლებზე ერთი თვით. სადაც ჩაატარდა კონცერტები ერთ-ერთ კლუბში, პრესტიჟულ კლუბში და თეატრში. მოწვევა მივიღე 9 აგვისტოს იხსნება ახალი კლუბი. გრანდიოზული კონცერტი ჩატარდება, სადაც ჩამოვლენ რუსეთის მომღერლები. ღია ცის ქვეშ ჩატარდება კონცერტი. უფასო კონცერტია ხალხისთვის და იქაც მივიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება ახალ სიმღერებს, რა თქმა უნდა, ჩავწერ, ვფიქრობ ახალ სიმღერაზე და კლიპს გადავიღებ ალბათ ზაფხულისკენ. გასტროლებით იმყოფებოდა ევროპაში ლადა ბურდულიც. ამის შესახებ უფრო ზუსტად ახლავე გაიგებთ.
ბერლინში კონცერტი მქონდა ციურიხში, ლიუცერნაში, იმაში, ბაზელში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი კონცერტები პრინციპში მარტო ბერლინში დამთავრდა. ჩემ კონცერტზე ეს კანადელი პროდიუსერი არის, ჩემი ჯეისონი, რომელიც პრინციპში ძალიან ცდილობს რაღაც ეს ქართული კულტურა გაგვატანინოს საზღვარგარეთ. პარიზში ჩასვლა ეს იქნება მიახლოებით ჩემი ფესტივალის შემდეგ, რომელსაც ვატარებ 16 მაისიდან 18 მაისამდე. ძალიან ბევრ საინტერესო ჯგუფს ველაპარაკე, რომლებიც ჩამოყავს კიდე ამ მაისის ფესტივალზე. ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი იქნება და მაგის შემდეგ ვაპირებ უკვე წასვლას ივნისის თვეში ისევლე. სხვათა შორის რაღაც ბილიკი იყო და აღმოჩნდა რომ ეს ზვესდები რომ მიდიოდნენ ხო ცოტა პაუზის შემდეგ მეც იმ გზას გავუყევი და მეც ჩამთვალეს რომ ერთ-ერთ ვიღაც ის ცნობილ მსახიობად ეთყობა. ნუ სადღაც სიახლოვესთან კი არის მსახიობი ერთი 9 ფილმში გადაღებული ვარ, მაგრამ ძალიან ისეთ საინტერესო იყო იმ გოგონების თვალები, რომ ეს რომელი არის და რატომღაც აღარ გვახსოვს, მაგრამ გავს და ასე შემდეგ.